ანუ პირველი მომსახურების ნომერი მე ვარ. ძალიან მახარებს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროში რეფორმები მიმდინარეობს წარმატებულად. დღეს ჩვენ გავხსენით შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის ახალი მომსახურების ცენტრი, სადაც მოქალაქეები მიიღებენ აბსოლუტურად ყველა საპოლიციო მომსახურებას და დაახლოებით 500-მდე მოქალაქე შეძლებს დღის განმავლობაში აქ მომსახურების მიღებას. ნახეთ, რომ ეს ცენტრი არის აღჭურვილი ყველაზე თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად და მომზადებულია იმისთვის, რომ მოქალაქეებს გაუწიოს კომპლექსური მომსახურებები, რაც ეხება პოლიციას და საპატრულო პოლიციას კერძოდ. ასევე ძალიან კარგია, რომ დღეიდან თბილისის პატრული იქნება აღჭურვილი ახალი სამხრე კამერებით, რომლებსაც აქვს გაცილებით უფრო ფართო და მძლავრი ტექნიკური შესაძლებლობები, რაც იმას ნიშნავს, რომ 12 საათის რეჟიმში შეუძლია უწყვეტი ჩაწერა და ასევე ეს მონაცემები თვითონ ამ კამერების დატვირთვის დროს პარალელურად იტვირთება ცენტრალურ სერვერზე, რაც აბსოლუტურად ყველანაირი კითხვის ნიშნის გამორიცხვის საშუალებას იძლევა, რაც მოგეხსენებათ, რომ წარსულში ყოველთვის იყო ხოლმე გარკვეულწილად კითხვის ნიშნების თუ სპეკულაციის საგანი. ამიტომ მე მინდა მიულოცო ყველა პოლიციელს დღევანდელი დღე ჩვენი მოქალაქეების მომსახურება არის უმაღლესი პრიორიტეტი, უსაფრთხოება არის უმაღლესი პრიორიტეტი და ის სტანდარტები, რომელიც თქვენ დღეს აი ამ მომსახურების ცენტრში იხილეთ, მათ შორის სამხრე კამერები არის სოფლიოში საუკეთესო სტანდარტი და დარწმუნებული ვარ, რომ ეს ცენტრი იქნება ჩვენს რეგიონში ერთ-ერთი საუკეთესო თუ ყველაზე საუკეთესო არა. პოლიციელების ასე ვთქვათ, პირობები, როგორც სახელფასე, ასევე საცხოვრებელი პირობების უზრუნველყოფა სახელმწიფოსთვის ხდება პრიორიტეტი. მინდა ვთქვა ვიცე-პრემიერის და მინისტრის ნამდვილად სასარგებლო თუ არ ვიცი საამაყოთ, რომ მე მქონდა სულ რამდენიმე დღის წინ მასთან საუბარი და ის ძალიან კაფიოდ იცავს პოლიციელების ინტერესებს. ჩვენ ასევე მქონდა უკვე ფინანსთა მინისტრთან საუბარი და მომავალში უნდა ველოდოთ, რომ რა თქმა უნდა თანდათანობით, მაგრამ სახელმწიფო გაცილებით მეც გააკეთებს იმისათვის, რომ პოლიციელი, რომელიც სიცოცხლეს რისკავს, რომელსაც უშუალოდ უწევს დანაშაულთან ბრძოლა, იყოს გაცილებით უფრო მშვიდად იმასთან დაკავშირებით, რომ მისი საცხოვრებელი პირობები იქნება უზრუნველყოფილი. მე მინდა აღვნიშნო, რომ დღეს ჩვენ წარმოვადგინეთ შინაგან საქმეთა სამინისტროში მიმდინარე რეფორმების მორიგი შედეგი. ეს გახლავთ ერთიანი სერვისების სივრცე, ცენტრი, სადაც ჩვენი მოქალაქეები სწრაფად და ეფექტურად მიიღებენ დაახლოებით 50 სხვადასხვა სახის სერვისს. ეს ის სერვისებია, რომლებსაც დაახლოებით ალბათ 25 წელია უკვე ჩვენი მოქალაქეები იღებდნენ თბილისში სხვადასხვა ლოკაციებში, მე-12 ოთახში და ასე შემდეგ, ხარჯავდნენ ამაზე რამოდენიმე დღეს. მათ შეეძლებათ ხვალიდან უკვე ერთ სივრცეში სულ რამოდენიმე წუთში მიიღონ ეს სერვისები ძალზედ მაღალ დონეზე. ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სერვისის სივრცე, რომელიც დღეს ქალაქში არსებობს, აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიების უმაღლეს დონეზე და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ საპატრულო პოლიცია ზრუნავს არა მხოლოდ მართლ წესრიგზე, არამედ ჩვენი მოქალაქეების კომფორტზეც, იქ სადაც საპატრულო პოლიცია თავისი კომპეტენციის ფარგლებში სახელმწიფო სერვისებს აწვდის ჩვენს მოქალაქეებს. დღეიდან საპატრულო პოლიციის სრული შემადგენლობა იქნება აღჭურვილი ახალი ვიდეო სამხრე კამერებით. ეს კამერები არის ამერიკული წარმოების აქსონის ფირმის და აქვს ძალიან ბევრი პრიორიტეტული ფუნქცია ძველ კამერებთან შედარებით. მას გააჩნია 12 საათიანი უწყვეტი რეჟიმის ჩაწერის ფუნქცია, ასევე აქვს პრებუფერის ფუნქცია, რომელიც 2 წუთის განმავლობაში მუდმივად ახდენს ჩანაწერის დაარქივებას და კამერის ჩართვის მომენტიდან 2 წუთით ადრე ხდება ამ ჩანაწერის ატვირთვა ცენტრალურ სერვერზე. ერთიანი მომსახურების ცენტრში ბევრად გამარტივდა ყველა პროცედურა. მათ შორის ჩვენთვისაც, თანამშრომლებისთვისაც ბევრად ადაპტირებული გარემო გვაქვს, კომფორტული, რაც ხელს გვიწყობს, რომ უფრო ეფექტურად მომსახუროთ მოქალაქეებს.